თურქეთში ოპოზიციის დევნამ ახალი მასშტაბები მიიღო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინა სპეცნაზმა სემსადენი გაზის გამოყენებით აიღო და გააუქმა სახალხო რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შედეგები და ამ პოზიციაზე ყოფილი თავმჯდომარე ქემალ ქილიშდაროღლუ დააბრუნა. ამ ავტორიტარულ ტენდენციაზე და თურქეთში ერდოღანის სისტემის გამყარებაზე, თურქეთის როლზე მსოფლიოში და ახლო აღმოსავლეთში და თურქეთის გავლენაზე რეგიონში ვისაუბრებთ სანდრო ბაკურაძესთან, ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნესთან თურქეთის საქართველოში. ეს არის რეალპოლიტიკის პოდკასტი რუკა და ტერიტორია. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი პოდკასტი Spotify-ზე, YouTube-ზე და ყველა სოციალურ ქსელში. სანდრო, მოგესალმებით. დავიწყოთ თავიდან, საერთოდ რა არის ფორმალური საფუძველი ამ გადაწყვეტილების და რა არის რეალური მიზეზი, იმიტომ მართლა უპრეცედენტო მოვლენაა, კადრებიც მძიმეს ანახავი იყო, ესე ძალადობის გარეშე არჩეული ამ ამბავს და ასევე განვარტოთ ვინ არის ახლანდელი თავმჯდომარე ოზელი და ვინ არის ქილიშდაროღლუ. დიახ. მოგესალმებით. ამ მოვლენის ოფიციალურ დასაბუთებად თურქეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა ის, რომ ვითომ და 2023 წელს ეს სახალხო რესპუბლიკური პარტიის ყრილობა უშუალოდ ექრემ იმამოღლუს ჩარევით გაყალბდა საეჭვო დაწესებულებების რესტორნებში და ბარებში, აი პავიონს რომ ეძახიან თურქები და ჩვენთან აღმოსავლური ტიპის ხამის კლუბებად რომ ცნობიან შახვალ, ქალი მოგიჯდება გვერდით და ლუდში 1000 ლარს წაგართმევენ ამ ტიპის დაწესებულებებში იმ დელეგატებს, რომლებიც პარტიის ლიდერს ირჩევდნენ, თურმე ქრთამი დაურიგეს. და ექრემ იმამოღლუს პატიმრობაში ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა, თუმცა თითქმის ყველა თავდაპირველმა ცრუმოწმემ ჩვენება შეცვალა, არანაირი რეალური სამხილი არ არსებობს და ამავე დროს ვერც საზოგადოებას ვერ მიყიდა თურქეთის ხელისუფლებამ ეს ნარატივი. ამის მიუხედავად, აქ გამოიყენეს სახალხო რესპუბლიკური პარტიის ყოფილი დეპუტატების ერთი ნაწილი და ქემალ ქილიშდაროღლუსთან დაახლოებული ზოგიერთი ფიგურა და სოციალური მედიის ტროლების საშუალებით საკმაოდ აქტიური კამპანია აწარმოეს, რომ სახალხო რესპუბლიკური პარტიის ყრილობა გაყალბდა, საწყალი ქილიშდაროღლუ დაიჩაგრა და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე ამაზე მოხდა ამ სასამართლო რაღაცის აგება და შემდეგ უკვე ამ კანონის გამოცემა. და აქ საინტერესოა, რომ აქ ძალიან დიდი როლი შეასრულა ერთ-ერთმა ისეთმა თურქულმა ტელეარხმა, რომელსაც რეალურად არავინ არ უყურებს და ფაქტობრივად მხოლოდ და მხოლოდ ამ ქილიშდაროღლუსთან დაახლოებული ყოფილი სახალხო რესპუბლიკური პარტიის დეპუტატების და მოქმედი წევრების ერთგვარი საკვებურის ფუნქციას ასრულებდა ბოლო პერიოდში და ამავე დროს სოციალური მედიის საშუალებით ამ სავსებით არ ყურებადი არხის დაკავშირებული გადაცემების ნაწყვეტები აქტიურად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელში. ანუ მედია კამპანიის საშუალებით მივიდა საქმე აქამდე. და რო დავაკვირდეთ ახლა ეს არის რაღაც დიდი ტენდენციის ნაწილი, ხო? ერთი შენ უკვე ახსენე იმამოღლუ, რომელიც ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი იყო თურქეთის სტამბულის მერი უკვე. ახლაც არის. ხო, ახლაც არის უბრალოდ ახლა ციხეშია. ანუ მან სამჯერ მოიგო არჩევნები, ორჯერ პირველად როცა გახდა და კიდე ერთხელ როცა მეორე ვადით იყარა კენჭი და ეს არის რაღაც საერთო ტენდენცია, ხო, როცა 2024 წლის ადგილობრივი არჩევნები იყო მასა ისტორიული თვალსაზრისით პირველ ადგილზე ვერ გავიდა ერდოღანის პარტია და პირველ ადგილზე გავიდა სახალხო რესპუბლიკური პარტია და ისეთ მუნიციპალიტეტებში და რეგიონებშიც მოიგო არჩევნები, სადაც დიდი ხნის განმავლობაში არ ქონდა მოგებული და მოკლედ რო შევაჯამოთ, აი ამ არჩევნებში მარცხის შემდეგ ერდოღანმა ერთია რომ იმამოღლუ დააკავა, მაგრამ ამის გარდა ჩვენ ვხედავთ ტენდენციებს, რომ სასამართლოს ძალით ძალიან ბევრი ქალაქის მერი გადააყენეს, თუ ავსწრებით 16 ქალაქია ეგეთი თურქეთში. აი ესეც რო ავხსნათ რეპრესიების რა მასშტაბი ვნახეთ ამ პერიოდში და რას უკავშირდება ეს ყველაფერი. ხო, ერთია რომ გასაგებია ავტორიტარულია ხელისუფლება, მაგრამ ეს ხო რაღაც საზოგადოებრივ პროტესტზე და კრიტიკულ განწყობაზე პასუხიც არის, რაც საზოგადოებაში არსებობს. დიახ, ამის გასაგებად პირველ რიგში უნდა მივიდეთ იქამდე, რომ თურქეთის ეკონომიკა არის ძალიან ცუდ დღეში. ეს სირიაში და ლიბიაში თავგადასავლები, უძილოდ ჭადქცეული სამხედრო მრეწველობა, რომელთაც გარეთ მტერს უბრმავებენ თვალს და შიგნით მოყარეს რეალურად ძალიან დიდ თანხებს ჭამს და ასე მაგალითად იგივე ცნობილი ბაირაქტარების ქარხანაც ფინანსურად ბევრ კითხვას აჩენს, რადგანაც რაც ღია წყაროებში ჩანს იმის მიხედვით
დაახლოებით იგივე ხარისხის პილოტურ საფრენ აპარატებს თუ კი სახელმწიფოს კუთვნილი თუსაში უფრო ნაკლებად აკეთებს, იგივე ბაირაქტარებში ბევრად მეტი იხარჯება. და პლუს ამას ბევრი კითხვის ნიშანია, მაგრამ სამხედრო მრეწველობის კრიტიკა ფაქტობრივად ტაბუდაა გამოცხადებული, მაგრამ რაც ჩანს, ეკონომიკაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. მეორე ფაქტორი არის ის, რომ ზოგადად კორუფცია და ჩრდილოვანი ეკონომიკა არის ძალიან გაზრდილი და ვინაიდან ამ კორუფციული გარიგებებით თავად ის სოციალური ჯგუფები იკვებებიან, რომლებსაც თავად ერდოღანის რეჟიმი ეყრდნობა, ამის წინააღმდეგ მას რაიმე ქმედითი ნაბიჯის გადადგმა უბრალოდ არ შეუძლია. და კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, რომ ერდოღანმა საბოლოოდ გააცნობიერა, რომ მას ამ ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორების ან საკუთარი პოპულარობის ხელახლა აშენების დაღდგენის არანაირი რესურსი უკვე აღარ გააჩნია. ამას ვემატება ის ფაქტორით, რომ ერდოღანი როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად ჯანმრთელად ვეღარ არის და ეს უკვე ვერანაირად ვეღარ იმალება. და აქ უკვე მისი შეცვლის საკითხიც დგება და აქ სავარაუდოდ ერდოღანი თავისი შვილის ბილალის მომზადებას აპირებს მემკვიდრედ. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა. ბილალი არის სრულიად არაპოპულარული პიროვნება, რომლის ნიჭისა და განათლების შესახებ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და თურქულში იდიომატური გამოთქმაც კი შეიქმნა ბილალე ან ლათურგები ან ლასმაკ, ანუ ისე აგიხსნით თქოს იდიოტს უხსნიო მაგას ნიშნავს. და როდესაც ადამიანის ან გონებრივი შესაძლებლობები უკვე იმდენად ანუ სამასხარაო და აქცეული, რომ ენაში იდიომატური გამოთქმაც კი შექმნა, მისგან პოპულარული საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც არჩევნებს მოიგებს, ვერ გამოვა. ეს ბილალი არის, რომელიც აქტიურობდა პალესტინურ აქციებზე. ვწდები, მახსოვს პირველ ხაზში მოუძღოდა ხოლმე და რაღაც ორგანიზაციაც ჰქონდა. და ამავე დროს პროსამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების ერთ-ერთი წამყვანი კურატორიც, ანუ იქაური პუტინის ნაშის ექვივალენტი. აჰა. და აი ცოტა ღმადლო ვისაუბროთ ამ მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით. მინდა გკითხო, ეს ჯერეთი რა ტიპის პროტესტის გამოხატულება იყო და რაზე იყო პროტესტის გამოხატულება? მეორე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მარცხი ერდოღანის პარტიისთვის და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და რა დაანახა მას? ჯერ ზოგადად ეს გავაანალიზოთ ადგილობრივი შედეგები და მე მინდა გკითხო როგორი მოქმედა მან და რა პასუხი გასცა ამას. დიახ. დავიწყოთ იქიდან, რომ ერდოღანისთვის, რომლისთვისაც ეს ანუ საკუთარი დამოარცხებლობის მითი უმნიშვნელოვანესი იყო თავისი პოლიტიკური ლეგიტიმაციის აშენებაში, ეს პირველ რიგში მის პრესტიჟზე იყო დარტყმა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს იმამოღლო ერდოღანის გარშემო არსებული ეს გამარჯვებულის აურა რეალურად ერთხელ და სამუდამოდ გაანადგურა. ვინაიდან 2019 წელს სრულიად უქარიზმო და უინტელექტო ბინალი ილდირიმის მაგივად მთელი საარჩევნო კამპანია ფაქტობრივად ერდოღანმა ჩაატარა და იმამოღლოს გამარჯვება არა ბინალი ილდირიმის, არამედ ერდოღანის მარცხი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანს შეეძლო ამ საქმის ძალიან იოლად გამოსწორება, იმით რომ უბრალოდ იტყოდა და მე რა ვქნა ბინალი ბეიმ წააგო ეგეთი რაღაცა მოგვივიდა შემდეგ არჩევნებს მოვიგებთ და დარწმუნებული ვარ ამ ხელა პოლიტიკურ ძალას არ მიიღებდა. მაგრამ ეს გზა არ აირჩია და შემდეგ იყო ის ცნობილი არჩევნების გადამეორება და ისევ იმამოღლოს ტრიუმფი ამჯერად. და რაც შეეხება მუნიციპალიტეტების მნიშვნელობა რომ გავიგოთ, თურქეთის პოლიტიკურ პატრონაჟის ქსელებს უნდა შევხედოთ. თურქეთში ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ის იქნება ეს მმართველი პარტია თუ ოპოზიციური პარტია თუ რაღაც რეალურად de facto რეგიონული პარტია, რომლებიც ოფიციალურად აკრძალულები არიან, მაგრამ ფაქტობრივად ზოგიერთ არჩევნებში იკვეთებიან ხოლმე. ყველა მათგანი და პირველ რიგში თავისი ანუ rank and file-ის, ანუ დაბალი რანგის პარტიულ ორგანიზაციების ახალგაზრდული და მაგების შესანახად პირველ რიგში მუნიციპალიტეტების შემოსავლებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, როდესაც კარგავ მუნიციპალიტეტებს, კარგავ პატრონაჟის ქსელის შემადგენელ ცენტრალურ კომპონენტს და ამავე დროს მუნიციპალიტეტების ფუნქციებიდან გამომდინარე, უშუალოდ ხალხთან და ამომრჩეველთან პირდაპირ იწვდომა ძალიან გეზღუდება და ისეთ რეალობაში, როდესაც თურქეთის ეკონომიკა უკვე ძალიან არის დასუსტებული, ამ მუნიციპალიტეტებს ასე სამინისტროებით, ასე იგივე განათლების დეპარტამენტებით, გუბერნატორის ოფისით, ამით უბრალოდ ვერ ჩაანაცვლებ. არ დაგვავიწყდეს, რომ თურქეთში მუნიციპალიტეტებს ძალიან ბევრი შემოსავალია, შემოსავლის მიმღები თანაორგანიზაცია აქვს, ბიზნესშიც არიან ჩართულები, მთელი გადასახადებს კრეფენ და შესაბამისად ძალიან დიდ შემოსავალთან გვაქვს საქმე. ხოლო იგივე სტამბოლის მუნიციპალიტეტს რამდენიმე ევროპულ ქვეყანაზე მეტი ბიუჯეტიც კი აქვს. შესაბამისად, ეს ერდოღანისთვის, რომელსაც უკვე ცენტრალურ ბიუჯეტით საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს, ძალიან დიდი ფინანსური დარტყმა იყო, რომელიც მისი პოლიტიკური პარტიის, როგორც აპარატის
შეარჩუნებას ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიდა. შესაბამისად, ამ მუნიციპალიტეტების წინააღმდეგ პირველ რიგში ანტიკორუფციული რაღაც ეგიდით დაწყება იმით უნდა ავხსნათ, რომ მეორე ვარიანტი იყო ქურთების წინააღმდეგ გამოყენებული ოფიციალურად ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდი, მაგრამ სახალხო რესპუბლიკურ პარტიასთან ეგ არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ ერთი მხრივ ამას არავინ არ დაიჯერებდა, ხოლო მეორე მხრივ აქ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ეს გააუფასურებდა იგივე ქურთების პოლიტიკური მარგინალიზაციისთვის გამოყენებულ თითქმის ყველა ინსტრუმენტს და კიდევ უფრო მეტად დაახლოვებდა ამომრჩევლის დონეზე ქურთებს და სახალხო რესპუბლიკურ პარტიას. შესაბამისად, კორუფციის გზით წასვლა ამჯობინეს და ამავე დროს ამასვე დაუმატეს ისიც, რომ ეს ვითომ და კორუფციული ფაქტორები გამოყენებული იყო ექრემ იმამოღლუს დასაპატიმრებლად და პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორების მიზნით. ხო, და 24 წლის არჩევნები გარდა იმისა, რომ პირველ ადგილზე ვერ გავიდნენ, ასევე ერდოღანზე მარჯვნივ გამოჩნდა ძალა, უფრო რადიკალური, რომელიც კაპიტალის და მაშინ ჯერ კიდე არ ქონდა ისრაელ რიტორიკის მიღმა, ის გადაწყვეტილებები არ ქონდა მას მიღებული, ხო, ეს არის ახლა უკვე პორტები ჩაუკეტეს ისრაელს, თუმცა ნავთობი არ ჩაუკეტიათ, მაინც აზერბაიჯანული ნავთობი თურქეთის გავლით მიდის. ეს პორტების ჩაკეტვაც რაც სრომაგიერი ფირმების მეშვეობით ვაჭრობა გრძელდება. მაინც გრძელდება, ხო, აი. ზოგადად ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს. აი, ჯერ დავასრულებ ამ კითხვას, ანუ რამდენად მნიშვნელოვანი დარტყმა მასზე ის, რომ ეს გარდა იმისა, გასაგებია რაღაც ძირითად ბაზას ინარჩუნებს, მაგრამ ისლამისტურ, აი რადიკალ ისლამისტურ ამორჩევლს თუ კარგავს და ეს ტენდენცია ჩანდა იმ 24 საჩვენებს და ვინა ის ძალა, ვინც ამას ართმევს, ეს მინდოდა მეკითხა. კი, ისიც რომ ერდოღანი ისლამისტურ ამომრჩეველს კარგავს, ეგეც ჩანს და ამიტომ იყო რომ იგივე ამ ახალი კეთილდღეობის პარტიის დანარჩეულ მერებს და საკრებულოს წევრებზე განსაკუთრებული ზეწოლა განახორციელა ერდოღანის ხელისუფლებამ, რომ ესენი მის პარტიაში დავაზუსტოთ ვინა ეს ახალი კეთილდღეობის. ახლა მივალახამდე. რომ ისინი ერდოღანის პარტიაში გადასულიყვნენ და ხშირად ეს გამოვიდა, მაგრამ ამომრჩეველზე იგივეს ვერ ვიტყვით. და ახლა რაც შეეხება ახალი კეთილდღეობის პარტიას, ეს არის ცნობილი კეთილდღეობის პარტიის, იმ პარტიის, რომელმაც ერდოღანის პოლიტიკურ აღზევებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა, განახლებული ვერსია და ლოგოც ფაქტობრივად იგივე აქვს. ხოლო მისი თავმჯდომარე არის ერდოღანის პოლიტიკური მენტორისა და ამ კეთილდღეობის პარტიის უცვლელი ლიდერის და ზოგადად ამ ხაზის უცვლელი ლიდერის ნეჯმეთი ერბაქანის ვაჟი ფათიჰი, რომელიც ახალგაზრდობაში სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად და მამის პოტენციურ შემცვლად არ განიხილებოდა. ეს იყო მოკეიფე ქალების მოყვარული, ჩვეულებრივი დროსტარების მოყვარული ახალგაზრდა, რომელსაც რელიგიასთან და პოლიტიკასთან ბევრი არაფერი ჰქონდა საერთო. მაგრამ შემდეგ მან ძალიან კარგად დააწყო ახალი პოლიტიკური პლატფორმა ერთი მხრივ სწორედ ამ ანტიისრაელურ, ხოლო მეორე მხრივ ანტივაქსერულ საკითხებზე და სხვათა შორის ამერიკული ლიბერტარიანული მესიჯებიდან რაღაც ნაწილი ისლამისტურ პოლიტიკას ძალიან კარგად შეუთავსა პანდემიის პერიოდში და აქედან იწყება მისი პოლიტიკური აღზევება. საინტერესო. და მან ამავე დროს განსაკუთრებით ამ 2004 წლის ადგილობრივ არჩევნებშიც და შემდეგაც ნათლად აჩვენა, რომ რეალურად მამამისის შვილია და არა ის ახალგაზრდა, როგორიც თურქებს 90-იანი წლებიდან ახსოვდათ და საკმაოდ ეფექტურ პოპულისტურ პოლიტიკოსად ჩამოაყალიბა საკუთარი თავი და საკმაოდ დიდი ალბათობაა, რომ ის დაწეულ 7%-იან ბარიერს გადალახავს და განსხვავებით 2023 წლისაგან, როდესაც მისმა პარტიამ ძალიან ბევრი მოლაპარაკებების და ხვეწნა მუდარეს შემდეგ ერდოღანის მხრიდან საბოლოოდ ერდოღანს დაუჭირა მხარი. ამჯერად ის აშკარად მაგას აღარ აპირებს და პოტენციურად ისლამისტი ამომრჩევლის გაჩერება იქნება. შესაბამისად, აქ ერდოღანი ვეღარც ამ კულტურული ომების ფაქტორით ვეღარ მოახერხებს ამ ამომრჩევლის კონსოლიდაციას, ვინაიდან მარჯვნივ უკვე სხვა ალტერნატივებიც არიან. შესაბამისად, ესეც მას უფრო მეტად მარწუხებს უფრო მეტად მოჭერისაგან უბიძგებს. ძალიან საინტერესოა, რასაც ამბობ. ანუ რეალურად ჩვენ ხედავთ ერთის მხრივ იზრდება მთავარი ოპოზიციური ძალის სახალხო რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერა და მე მინდა ასევე ვკითხო ვინ არიან შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატები ამ პარტიიდან, იმიტომ რომ ვიცით რომ იმამოღლუ ვერ იყლის კენჭის ციხეშია. თუმცა ციხიდანაც მე მგონი თურქეთში არის. ჯერჯერობით შეუძლია კენჭისყრა, იმიტომ რომ დიმიტრაშმას ხო იყარა ციხიდან კენჭი. იმიტომ რომ ეს პოლიტიკური აკრძალვის რაღაცეები კი არის, მაგრამ ეს ბიუროკრატიული რაღაცეები გავლილი არ აქვს და შეუძლია. ხო, ვიდრე ამაზე გადავალ, მინდა კითხო ზოგადად ვახსნათ, აი
ორი მიმართულება ალბათ ხო ძირითადი ერთია ეს ისლამისტ ამომრჩეველს კარგავს და მეორე შედარებით ზომიერ ამომრჩეველს რომელიც ალბათ ისედაც აუჭერდა მას მხარს კიდევ უფრო იზრდება ოპოზიციის უპირატესობა ხო ვინა მისი ამომრჩევლის ბაზა ვისაც ჯერ კიდე ინარჩუნებს ერდოღანის ამომრჩევლის ბაზა ჯერჯერობით ვისაც ინარჩუნებს ერთი მხრივ ესენი არიან ანუ უშუალოდ პარტიის პოლიტიკურ პატრონაჟში მოქცეული პიროვნებები ანუ საჯარო მოხელების ერთი ნაწილი და მათი ოჯახის წევრები, ტენდერებით გამდიდრებული ბიზნესმენები და მათთან აფილირებული ფიგურები და როგორც წესი გარეუბნებისა და პროვინციების უფრო მეტად კონსერვატიული პროლეტარიატი, მაგრამ მას შემდეგ რაც მან დაკარგა მუნიციპალიტეტები და მუნიციპალიტეტებმა განსაკუთრებით ანუ სოციალური დახმარების მექანიზმები ეფექტურად გამოიყენეს ამ წრეებშიც ერდოღანის ხელისუფლებამ საკმაოდ ბევრი ამომრჩეველი დაკარგა. შესაბამისად სწორედ ეს ტრადიციული ქალაქის პროლეტარიატის და ზოგადად ანუ ამ შედარებით დაბალი შემოსავლისა მქონე ამომრჩევლის დაკარგვაც არის ის ფაქტორი, რამაც ერდოღანი ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ჩააგდო. და რაც შეეხება უშუალოდ იდეურ ისლამისტ ამომრჩეველს, მათი რაღაც ნაწილი ერდოღანთან კი ასეთვისე შემორჩენილი არის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელი თურქეთი, თუნდაც 20 წლის წინანდელისაგან ძალიან განსხვავებული, ეს არის მთლიანად ურბანიზებული, იმ ტრადიციული პოლიტიკური და რელიგიური ურთიერთობების, რომლებაც ერდოღანი ხელისუფლებაში მოიყვანა უკვე გავლენა დაკარგული თურქეთი და ასეთ რეალობ და ამას გარდა ისიც რომ ის ძველი თაობის ისლამისტი ამომრჩევლების უმეტესობა უბრალოდ ცოცხალი აღარ არის. კი, ასე უნდა იყოს და მოგონება ან არ იყოს, ვისაც როგორ უნდა, ხოლო მათი შვილების საკმაო ნაწილი ან სეკულარიზებულია, ან ხმის ისევ ხელისუფლების მხარდამჭერია, პირადი გამორჩენის მოტივაციით აძლევს ხმას და ეს ხმა გარანტირებული აღარ არის. შესაბამისად, ერდოღანი ხვდება, რომ ამ თავისი ამომრჩევლების და თავისი ბაზის ხელახალი შეკოწიწების უნარებიც აღარ აქვს. ხო და აი რო შევაჯამოთ ახლა ეს ძალიან საინტერესო დეტალებზე ისაუბრე შენ საით მიდის ეს ადამიანი ხო ანუ რეალურად მთავარ ოპოზიციურ პარტიას რომელიც რეალურად ნაწილობრივ სახელმწიფო პარტია ნახევარ ქვეყანაში ადგილობრივ დონეზე შეუცვალა თავმჯდომარე და მოიყვანა მისი უბრალოდ ცდილობს მისი მარიონეტის მოყვანას შენი პროგნოზით და აღქმით როგორ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება ერთ-ერთი ჩჰპ-მ ოზელმა თქვა რომ ჩვენო კაბინეტები პარლამენტშიც გვაქვს და იქიდან ვიმუშავებთო მაგრამ ეს ხო კაბინეტი თავდასრულდება ეს რაღაც პროცესის ნაწილია რაც ალბათ გაგრძელდება ხო რეპრესიების ეს როგორ წარმოგიდგენია ჯერ ერთი და მე უკვე გადავიდეთ 28 წლის არჩევნებზე ნუ მე რასაც ვუყურებ, ოზელი ცდილობს ერთი მხრივ ქუჩის პროტესტების აქტიურად გამოყენებას და ორგანიზებას და ერდოღანს რომ ქუჩის ძალიან ეშინია ეს იქიდან ჩანს რომ ან უკვე დამთავრებული გეზი პარკის ამბები გაიხსენა და მრავალი წლის მერე დაიწყო რეპრესიები ისეთ ფიგურებთან მიმართებაში რომლებთან უმეტესობაც რეალურად გეზისთან საერთოდაც არ იყვნენ დაკავშირებული ერთი მხრივ ეს მეორე მხრივ კი რეალურად ეს გადაწყვეტილება იურიდიულად არის სრულიად გაუგებარი და სრულიად დაუსაბუთებელი და სრულიად გაუმყარებელი იმ გაგებით რომ მაგათა რომელიც უშუალოდ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ანუ რაშია საქმე? თურქეთის კანონმდებლობის მიხედვით პოლიტიკური პარტიების შიდა არჩევნებსაც სერტიფიცირებას CSGO უწევს და CSGO-ს სერტიფიცირებული არჩევნები არანაირ გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. და ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებების მიხედვით ჯერჯერობით, მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანმა CSGO-ს შემადგენლობა სრულად შეცვალა, ამ გადაწყვეტილებების სერტიფიცირება არ არის გაუქმებული და CSGO-s მიხედვით კვლავ ოზგუროზელია პარტიის თავმჯდომარე. ამას ვემატება ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ 2020 წლის პარტიის პოლიტსაბჭო დააბრუნა, ამ პარტიის პოლიტსაბჭოშიც უმეტესობა იდეაში ოზელის მხარდამჭერად მოიაზრება და ის დელეგატებიც, რომლებიც პარტიის ლიდერს ირჩევენ, ამ პერიოდიდან ვინც არის შემორჩენილი, მათი უმეტესობაც ასევე ოზგუროზელის პოტენციურ მხარდამჭერად მოიაზრება და შესაბამისად ოზელი სავარაუდოდ ცდილობს, რომ ახალი პარტია არ დაარსოს მანამდე, სანამ იურიდიულად ქემალ ქილიშდაროღლუ საკმაოდ ცუდ დღეში არ ჩააგდებს და ამავე დროს მიზანი აქვს ის, რომ პარტიის შიგნით ქემალ ქილიშდაროღლუსათვის სიტუაციის მართვა ფაქტობრივად შეუძლებელი გახადოს და ამის პრეცედენტი არის, როდესაც მანამდე სტამბოლის რაიონულ ორგანიზაციას დაუნიშნეს ისევ ქემალ ქილიშდაროღლუს თანადახლოებული პიროვნებებიდან ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც იმის გამო იყო ნაწყენი ოზგუროზელზე, რომ სტამბოლის ყველაზე შემოსავლიანი ქადიქოის რაიონის მერის კანდიდატად არ წამოაყენა და იქ ფაქტობრივად ისე მოხდა, რომ ეს
დანიშნული გურსელთექინი და მისი მიმდევრები ფაქტობრივად სრულად უფლებო მარტო სასამართლოს გადაწყვეტილების იმედად დარჩენილ არარაობებად დარჩნენ და შესაბამისად ოზგროზელი ვინაიდან ხალხისა და პარტიის წევრების დიდი ნაწილის მხარდაჭერა მის გვერდითაა ფიქრობს რომ მსგავს რამეს ქემალ ქილიშდაროღლუსთან მიმართებაშიც გააკეთებს და ვფიქრობ ამის შანსი საკმაოდ რეალურია უბრალოდ ქემალ ქილიშდაროღლუს ასე ამ სასამართლოს პირობებში ასე სრულიად ჩამოშორება რამდენად გამოვა არ ვიცი მაგრამ ისი გურსელთექინის ტიპის ანუ ყველასაგან მოძულებულ და ისეთ ფიგურად ქცევას არავინ არაფერს არ ეკითხება საკმაოდ რეალურად მიაჩნია და ვფიქრობ ამაზე მუშაობს ხო, მაშინ გადავიდეთ უკვე 28 წლის არჩევნებზე. პირველი რაც მინდა გკითხო არის, რომ კონსტიტუციის მიხედვით არ აქვს ხო უფლება ერდოღანს ფორმალურად თუ მანამდე არ გადადგა, ხო? თუ ანუ ერდოღანს წესით არ აქვს ამის უფლება, მაგრამ აქვს იმ შემთხვევაში თუ კი ვადამდელ არჩევნებს არ არის არამედ პარლამენტი დანიშნავს და ანუ გადადგომაც არ და ბევრი ფიქრობს, რომ სავარაუდოდ ერდოღანი ამას რეალურ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთებს. ამას ვემატება ისიც რომ დღევანდელ თურქეთში რეალურად არანაირი კანონი აღარ არსებობს. ასე მაგალითად, ჩვეულებრივი რეგიონული სასამართლოების საკონსტიტუციო სასამართლოს არც ერთ გადაწყვეტილებას არ აღიარებენ. იუსტიციის მინისტრი პირდაპირ ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც კონსტიტუციასთან საერთოდ არანაირი კავშირში არ არის. ხოლო თავად ერდოღანიც აცხადებს, რომ ის მთელი სასამართლოს გადაწყვეტილებებს არც ცნობს და არც მათ პატივს არ სცემს. შესაბამისად კონსტიტუციის და კანონების ყურება თურქეთთან მიმართებაში მე ცოტა პრობლემური მიდგომა მგონია უბრალოდ ლიბერალური ხანის დასავლური პოლიტმეცნიერების ინსტიტუციები სამწუხაროდ ამ ყველაფერს ჩამორჩნენ ტენდენციებს ჩამორჩნენ რადგან დასავლური პოლიტიკა ყოველთვის იყო ასეთი რომ ანუ არ ვაწყენოთ ამ ქვეყნის ლიდერს გავაკეთოთ ანუ შუაშისტური განცხადებები და ეს გაგვიცილდა და მაშინაც კი როდესაც უკვე სისტემა მამგაგებით ჩამოშთა დაიწყო და დავასრულებ ერდოღანის ეს გადაწყვეტილება ამავე დროს გვაჩვენებს იმას, რომ ის სავარაუდოდ მადუროს მეთოდებით მუშაობს. მადურომაც ანალოგიურად გააკეთა მსგავსი რამ, როდესაც თუ ზუსტად მახსოვს 19-ში თუ 20-ში მისმა სასამართლომ ოპოზიციურ პარტიებს საერთოდ შემთხვევითი ხალხი დაუნიშნა ლიდერებად არჩევნების წინ. საინტერესო. შესაბამისად, მე პირადად არჩევნებზე მეტად უფრო იმას დავაკვირდებოდი, სახალხო წინააღმდეგობა თურქეთში როგორ ფორმირდება და სადამდე მივა. კი ბატონო, მაგრამ მაინც მინდა გკითხო რა ეხა ოზელი არის ყველაზე აქტიური ფიგურა ოპოზიციაში. თუმცა სახალხო რესპუბლიკურ პარტიას ყავს სხვა ლიდერებიც, რომლებიც პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატად მოიაზრებოდნენ. იმამოღლუ ახსენეთ ციხეშია, არის იავაში ანკარის მერი, რომელიც მე მგონი კვლევებით ყველაზე პოპულარული ფიგურაა, არ შევოცდები. აი ამ ეს კომბინაცია რო დაგვანახო, ვინაა დავუშვათ ოზელი ვინ არის მოკლედ გითხრა იავაში ვინ არის და ესენი იქნებიან თუ არა ერდოღანის მთავარი კონკურენტები 2028 წლის არჩევნებზე და საერთოდ რასელი 28 წლის არჩევნები 28 პირობითად თქვათ, იმიტომ რომ შეიძლება მანამდე ჩატარდეს ეს არჩევნები. მე პირადად ვთვლი რომ არჩევნები ზოგადად თავად როგორც მოვლენა არაფერს არ ცვლის არჩევნები ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატიულში თუ არა დემოკრატიულში უკვე მომხდარი სოციალური ცვლილებების უბრალოდ სერტიფიცირებაა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორც სახალხო რესპუბლიკური პარტია, ისე სხვა ოპოზიციური ფრაქციები და პარტიები როგორ შეძლებენ ორგანიზაციას და ეფექტური წინააღმდეგობის ორგანიზებას. ახლა რაც შეეხება კანდიდატებს. მიუხედავად ამ იურიდიული პრობლემებისა და მიუხედავად პატიმრობისა, იმამოღლუს რეიტინგს მაინც და მაინც არაფერი დაჰკლებია, მაგრამ აქ იმის რისკია, რომ ზუსტად არჩევნების წინ სასამართლოს რაიმე გადაწყვეტილებას გამოაცემინებენ და არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას არ მისცემენ იმამოღლუს. და აქ რჩება ორი ყველაზე რეალური კანდიდატი. მანსურიევაში ვახსენეთ, მაგრამ მანსურიევაში ორი პრობლემა აქვს. პირველი ის, რომ ის არ არის სათანადოდ გამბედავი პოლიტიკოსი. მეორე ის არის, რომ ის და ამავე დროს არის საკმაოდ ცუდი ორატორი. საინტერესო. და ამავე დროს განსხვავებით იმამოღლუსაგან, რომელიც მიერ შექმნილი კადრიც მის არყოფნაში საკმაოდ ეფექტურად განაგებს სტამბოლს, ანკარაში ძალიან ბევრი ურბანული პრობლემა ისევ გრძელდება და ამავე დროს შეიძლება რომ ამაზეც წამოეკიდონ იავაშს. კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, რომ იავაში წლების განმავლობაში იყო ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის წევრი და რამდენად შეძლებს ის ქურთების ხმების აღებას ცოტა რთული საქმეა მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შეარბილა რიტორიკა ბოლო რამდენიმე წელია ქურთებთან მიმართებაში. კი ჰქონდა რამდენიმე ასე ვთქვათ გაფი ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ზოგადად რიტორიკა შეარბილა.
მაშინ მივედით ოზელამდე. კი, და რაც შეეხება ოსგურ ოზელს ის იდეაში ქემალ ქილიჩდაროღლუს მოადგილე იყო, წარმოიდგინეთ პროფესიით ეს მეაფთიაქე და სახალხო რესპუბლიკური პარტიებიდან იმითია საინტერესო ლიდერებიდან იმითია საინტერესო, რომ საჯარო სამსახურში არასოდეს არ უმუშავია და მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო. ერთი მხრივ მეაფთიაქეთა გაერთიანებებიდან, ხოლო მეორე მხრივ ქსელური აფთიაქების წინააღმდეგ მეაფთიაქეების აქციებიდან, ანუ 2000-იან წლებში პრეზიდენტ ერდოღანის ერთ-ერთ ნათესაობ ბიზნესმენს სურდა, რომ თურქეთშიც დაახლოებით ჩვენთან რომაც იმ ტიპის ქსელური აფთიაქები შემოეტანა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც ამ საკითხის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში დგას, სწორედ ოზგურ ოზელი იყო და მაქედან იწყება მისი პოლიტიკური კარიერა და სხვათა შორის თავისუფლებული ქალაქ მანისაში მას აფთიაქი დღემდე აქვს. საინტერესო. და შესაბამისად, როდესაც ის გახდა სახალხო რესპუბლიკური პარტიის წევრი და დეპუტატი, ბევრ საინტერესო თემაზე ლაპარაკობდა, იყო საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარიც, მაგრამ ეს იყო ერთი ჩვეულებრივი სათვალიანი კოსტუმიანი სახალხო რესპუბლიკური პარტიის დეპუტატი, რომლისგანაც ამდენს მართალი რომ ითქვას არავინ არ ელოდა. თუმცა იმამოღლუს დაკავების შემდეგ ის გახდა ქუჩის ლიდერი და ძალიან ქარიზმატული, კარგი ორატორი. კი და ამავე დროს იმასაც არავინ არ ელოდა რომ ის ქემალ ქილიჩდაროღლუს წინააღმდეგ ყრილობაზე გაიმარჯვებდა და სავარაუდოდ ვინაიდან თურქეთში ზოგადად პოლიტიკური პარტიების კანონები დიქტატურულ უფლებებს აძლევს პარტიების ლიდერებს და ამავე დროს სავარაუდოდ იმამოღლუმას და ოზელმას ძალიან კარგად იცოდნენ რომ ქილიჩდაროღლუ ამ ეტაპზე უკვე თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან და თუ კი იმამოღლუ პირდღიად წარადგენდა საკუთარ კანდიდატურას ერთი მხრივ მაშინ სახალხო რესპუბლიკური პარტია სტამბოლის მერიაში საკრებულოში უმცირესობა ჰქონდა და ამხელა მუნიციპალიტეტს დაკარგავდნენ და ეს არ უნდათ, ხოლო მეორე მომენტი იყო ის რომ თურქეთის ისტორიაში უკვე არსებობდა პრეცედენტი, როდესაც ერდოღანი ღიად ჩაერია სხვა პარტიის შიდა არჩევნებში და არ დაუშვა მისთვის სასურველი პოლიტიკური ლიდერის გადარჩევა. ეს გააკეთა მან 2016 წელს ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის შემთხვევაში, როდესაც მისი ლიდერი დევლეთ ბახჩელი 2015 წლის ნოემბრის არჩევნებში მარცხის შემდეგ შიდა პარტიული ოპოზიციის თავდასხმის ობიექტი აღმოჩნდა და მის ოპონენტებმა ჩატარეს ყრილობაც, შეცვალეს პარტიის შიდა განწესი, რომელიც ყრილობაზე ლიდერის არჩევნების საშუალებას არ იძლეოდა და როდესაც უკვე არჩევნებიანი ყრილობა უნდა ჩაეტარებინათ, აქ ერდოღანმა სპეცრაზმის და სასამართლოს ძალით ეს ყრილობა ჩაშალა და ამის შემდეგ დევლეთ ბახჩელი ერდოღანის ფაქტობრივად სატელიტი გახდა, კი. და შესაბამისად, დიდი ალბათობით ოზელმას და იმამოღლუმაც ეს გაითვალისწინეს და ჩათვალეს, რომ თუ კი იმამოღლუ ღიად წამოაყენებდა თავის კანდიდატურას, გარდა იმისა, რომ ისინი სტამბოლს დაკარგავდნენ, დიდი ალბათობით ერდოღანი უკვე მაშინვე ჩაერეოდა ამ ყველაფერში და ამიტომაც წამოაყენეს ოზელი, რომელიც მოიაზრებოდა ქილიჩდაროღლუსთან დაახლოებულად და თავი ქილიჩდაროღლუს დიდი ალბათობით თვლიდა, რომ ისე გავაკეთებ როგორც ჩემი წინამორბედი დენის ბაიქალი აკეთებდა, ანუ დენის ბაიქალი იქცევდა როგორ. ნებისმიერი პოლიტიკური სკანდალის და საარჩევნო წარუმატებლობის შემდეგ პარტიის შიგნიდან რომელიმე რუხ ფიგურას ტოვებდა თავის ადგილას და შემდეგ ცოტა რომ გადაცხლებოდა ხალხის მძვინვარება, გამდაისევ სპექტაკლს და უკან ბრუნდებოდა. სავარაუდოდ ქილიჩდაროღლუსაც მსგავსი რამ ჰქონდა გეგმაში, მაგრამ ეს არ გამოვიდა იმის გამო, რომ ერთი მხრივ 2024 წლის არჩევნებში სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა, ხოლო მეორე მხრივ ოზგურ ოზელის და ექრემ იმამოღლუც იმაზე ბევრად ეფექტური პოლიტიკური ოპერატორები აღმოჩნდნენ, ვიდრე ქილიჩდაროღლუ წარმოიდგენდა. ძალიან საინტერესო პოსტი გეწერა სოციალურ ქსელში სანძო, სადაც იხსენებდი იმ შემთხვევებს, როდესაც მეტნაკლებად ითანამშრომლა ქილიჩდაროღლუმ სხვადასხვა ეტაპებზე ერდოღანთან, სხვადასხვა გადაწყვეტილებებში. თუ შეგიძლია აი ჩვენი აუდიტორიისთვისაც ეს რამდენიმე შემთხვევა რომ გაიხსენო და რა გვიხსნა ამის ლოგიკა რა იყო ის მხრიდან. დავიწყოთ იქიდან, რომ ქილიჩდაროღლუს თვითონ სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერად ქცევაც კი საკმაოდ სიბნელით მოცული მოვლენა და თავის დროზე თავად ქილიჩდაროღლუს ანუ ამ პარტიის ლიდერად ქცევამაც კი ძალიან ბევრი ეჭვი აღწრა. ყველაფერი დაიწყო 2010 წელს. ამ პერიოდში ქემალ ქილიჩდაროღლუ სახალხო რესპუბლიკური პარტიის დეპუტატი იყო და რომელიც ცნობილი იყო სხვადასხვა საკმაოდ თამამი განცხადებებით და 2009 წელს სტამბოლის მერობის კანდიდატიც იყო ამავე პარტიის. და მაგრამ იმას რომ ის პარტიის ლიდერი გახდებოდა საერთოდ კენჭს იყრიდა არავინ არ ფიქრობდა. და ამ დროს როდესაც ერდოღანმა აქტიურად დაიწყო ყოფილი სამხედრო establishment-ის და მათთან დაახლოებული ფიგურების დევნა
ერგენეკონის და ბალიოზის სახელით ცნობილი სასამართლო პროცესების გამოყენებით. ამ დროსვე მოულოდნელად ერდოღანთან დაახლოებულმა ასევე ანონიმურმა ინტერნეტ ანგარიშებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც დენის ბაიქალს სექსი ჰქონდა თავის მდივანთან, რომელიც ამავე დროს პარლამენტის წევრიც იყო, რისი დამსახურებით მე მგონი ჩვენი მსმენელი მიხვდებოდა. და აქ სრულად მოულოდნელ ამ სიტუაციაში დენის ბაიქალი იმის გამო კი არა რომ ცოლს ხალატობდა, არამედ იმის გამო რომ თავის საყვარელი დეპუტატი გახადა მაშინ ამდენი დამშეული პირი ელოდა დეპუტატის ადგილს, იძულებული გახდა გადამდგარიყო. და ასეთ სიტუაციაში სრულად მოულოდნელად არავინ რომ არ ელოდა, ქემალ ქილიშდაროღლუმ წამოაყენა კანდიდატურა და იმ ქაოსში და მოულოდნელ არეულობაშიც დენის ბაიქალიც მზად არ იყო არაფრისათვის. ქილიშდაროღლუმ გაიმარჯვა და გახდა პარტიის ლიდერი. და ახლა რაც შეეხება თავად დენის ბაიქალს, ამ პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანი კულტურული ომების კარტის გამოყენებით მის მენეჯმენტს ეფექტურად ახერხებდა, დენის ბაიქალი იყო სწორედ ამ ძველი სამხედრო ისტებლიშმენტის ერთ-ერთი დაახლოებული ფიგურა, რომელიც პოტენციური გადატრიალების შემთხვევაში დიდი ალბათობით ამ გადატრიალების სამოქალაქო ფრთა იქნებოდა და მისი მოშორება იყო საჭირო. შესაბამისად, ასეთ კონტექსტში ქილიშდაროღლუს ასე მოულოდნელად გამოჩენამ და არჩევამ ძალიან ბევრი ეჭვი გააჩინა. თუმცა რეალური ეჭვები გაჩნდა ჯერ კიდევ 2014 წლიდან. 2014 წელს გეზი პარკის საპროტესტო აქციების შემდეგ ერდოღანის ხელისუფლებამ თავისი ამორჩევლის კონსოლიდირება პირველ რიგში კულტურული ომების კარტით დაიწყო. და აქ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა ფიქრობდა, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნებოდა მაშინ სახალხო რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად ნაციონალისტური მოძრაობის პარტიაც ოპოზიციაში იყო და იდეაში თანამშრომლობდნენ, იქნებოდა ესკიშეჰირის პოპულარული მერი ილმას ბუიქერშენი, რომელიც პოლიტიკურად ზომიერი ფიგურა იყო და არის და ამავე დროს ის იყო ფიგურა, რომელსაც ზეპარტიული მხარდამჭერებაზე ჰყავდა, საკმაოდ კარგად შეეძლო კულტურული ომების რაღაცაში არ ჩართული იყო და შესაბამისად იმ პერიოდში, როდესაც ეს კულტურული პოლარიზაცია ჯერ გაღრმავებული არ იყო, საკმაოდ რეალური შანსი ჰქონდა რომ გაემარჯვა. და ასეთ რეალობაში ბოლო მომენტში ქემალ ქილიშდაროღლუმ პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენა ისლამური კოოპერაციის მსოფლიო ორგანიზაციის ყოფილი გენერალური მდივანი ექმელედდინ იხსანოღლუ. ეს არის ეგვიპტეში დაბადებული თეოლოგი, რომელიც არის სრულიად უქარიზმო და სრულიად საშინელი ორატორი და დღემდე ლაპარაკობს შესამჩნევი არაბული აქცენტით, ეგვიპტეში დაბადებული დეკაცრიელი რო იმის გამო და თურქულ კონტექსტში არაბული აქცენტით ლაპარაკი ისეთი რამე არის, რაც არათუ ამორჩეულობას გამორიცხავს, არათუ ელექტაბელურობას გამორიცხავს კონკრეტული პოლიტიკური კანდიდატის, არამედ ამ აქცენტით ელემენტარული ქუჩაში გოგოს ვერ გაეფლირტავები. შესაბამისად ეს იყო, უბრალოდ ვინაიდან ამ პერიოდში ერდოღანი მართლაც პოპულარული იყო, ამ საკითხის გადალახვა მოხერხდა, მაგრამ პირველი სერიოზული ეჭვები ქილიშდაროღლუს თანამშრომლობაზე მაქედან გაჩნდა. შემდეგი იყო 2015 წლის არჩევნები, როდესაც ქილიშდაროღლუმ სიტუაციის დაძაბვისა და პირველი სამშვიდობო პროცესის დასრულების შემდეგ, როდესაც ქურთებსა და თურქეთის არმიას შორის კონფლიქტი გაღვივდა მას შემდეგ, რაც ერდოღანის ხელისუფლებამ ქურთული პარტიის მიერ 10%-იანი ბარიერის გადალახვის შემდეგ ერთპიროვნულად ვეღარ შეძლო მთავრობის ფორმირება, აქაც ქილიშდაროღლუმ ფაქტობრივად არაფერი არ გააკეთა, რომ დამოუკიდებლად ეცადა კოალიციის ფორმირება და შემდეგ ეს სახელმწიფოებრივი ინტერესებით გაამართლა. სანამ გააგრძელებ, ეგ საინტერესო დეტალია. ცოტა მეტი რო გითხრა, რატო ვერ შეძლო ერდოღანმა უმრავლესობის მოპოვება და ვინ შეუშალა ხელი? მაშინ ერდოღანი, რომელიც გეზი პარკის შემდეგ ქურთების, უმეტესად მემარცხენე ამ გეზი პარკის ორგანიზატორი და დამრტყმელი ძალებისაგან ჩამოშორების მიზნით პირველი სამშვიდობო პროცესი გამოაცხადა და ამავე დროს ერთ-ერთი დაუწერელი პირობა, რომელსაც მათ ის აბდულა ჰოჯალანთან პატიმრობაში მყოფ ქურთისტანის პარტიის მუშათა პარტიის ლიდერთანაც შეათანხმა, იყო ის, რომ ამის სანაცვლოდ ქურთული სამოქალაქო პოლიტიკური მოძრაობა ერდოღანის საპრეზიდენტო სისტემის პროექტს მხარს დაუჭერდა. მაგრამ ამ სამოქალაქო მოძრაობის ხალხთა დემოკრატიული პარტიის სახელით ცნობილი ამ ეტაპზე ლიდერის სელაჰადდინ დემირთაში თურქეთის დემოკრატიზებაზე, პლურალიზმზე და მსგავს საკითხებზე აკეთებდა აქცენტს და პირდაპირ თქვა, რომ ის ერდოღანის ამ საპრეზიდენტო სისტემას მხარს არ დაუჭერდა.
თავდაპირველად ერდოღანი არ ელოდა რომ ხალხთა დემოკრატიული პარტია 10%-იან ბარიერს გადალახავდა, მაგრამ გადალახეს და სწორედ ამის წყალობით ერდოღანმა ვერ შეძლო დამოუკიდებლად კაბინეტის ფორმირება. და ამას უკვე მოხდა ის, რომ სამშვიდობო პროცესი ძალიან საეჭვო ვითარებაში დასრულდა, კონფლიქტი გაღვივდა, ხალხთა დემოკრატიული პარტიის სრული კრიმინალიზაცია მოხდა და შემდეგ უკვე დააკავეს თემისაში. კი, ამ უშიშროების პოლიტიკის გამოყენებით 1 ნოემბრის არჩევნების, რომელიც გადაიმეორეს, ერდოღანის პარტიამ ისევ შეძლო უმრავლესობის მოპოვება. და ამის შემდეგ უკვე 15 ივლისისაკენ მიმავალი პროცესები იწყება. 15 ივლისის ეგრეთწოდებული გადატრიალების მცდელობაც, საკმაოდ ბევრი იდუმალებით ამოცული და რა იყო როგორ იყო ვფიქრობ, იმაზე მალე გავიგებთ ვიდრე ბევრს გქონია. და ასე იყო თუ ისე ერდოღანმა ეს 15 ივლისის მოვლენები შეაფასა როგორც ღვთისწყალობა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, დაიწყო მასობრივი რეპრესიები, რასაც უკვე ნახსენებით ემირთაშის დაჭერაც მოხდა. და შემდეგ ასეთ პირობებში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელიც ქემალ ქილიშდაროღლუს თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ, უბრალოდ იმ პერიოდში ამაზე ბევრს მაინც და მაინც არ უფიქრია. რეფერენდუმით საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა და ერთვადაში რამდენი წელია შემოხსენე საპრეზიდენტო? 7 ადრე იყო, ახლა უნდა იყოს წესით და რიგით 5. 5 წელია საპრეზიდენტოა და გადავიდა ერდოღანი პრემიერობიდან მალევე მერე უკვე პრეზიდენტად, ხო? 2014 წელს პრეზიდენტად გადავიდა, უბრალოდ იმ პერიოდში ჯერ ისევ სიმბოლური დე ფაქტო ძალაუფლება ჰქონდა და სიმბოლური პრემიერები იყვნენ აჰმედ დაუთოღლუს და ბინალი ილდირიმის სახით. დაუთოღლუმ სცადა რეალურად თავის ძალაუფლებები გამოეყენებინა, მაგრამ ერდოღანის მარგო სიმონიანის, ჰილალ ქაფლანისა და მისი მიმდევრების მიერ ორგანიზებული ტროლების კამპანიის შემდეგ ისწავლებული გახდა გადამდგარიყო, რადგან დაუთოღლუ არასოდეს არ ყოფილა იმ სიძლიერის ფიგურა და იმ პირადი გამბედაობის მქონე ფიგურა, რომელიც ამას წინააღმდეგებოდა. თუმცა ოპოზიციაში დღეს. კი, მაგრამ დაუთოღლუს ოპოზიციის სტილი ჩვენი მსმენელისთვის რომ გასაგები იყოს, უფრო როგორი რაღაცა, წარმოვიდგინეთ რომ დაუთოღლუ მივიდა ერდოღანის რეზიდენციასთან და დაიწყო სიმღერა ვაი რა კარგი საჩინო რავად მიგიშნიესო საკუთარ თავზე. აი რაღაც მაგდაგვარი რაღაცა. მე ასეთი კარგი ვარ, რატომ გამაგდეს გამოსჭუეს მის ყოველ სიტყვაში დღემდე. გასაგებია, ეგეთი საქართველოშიც ბევრი შეგვიძლია. და ამ საპრეზიდენტო სისტემის რეფერენდუმზე უშუალოდ ხმების დათვლა იყო დაწყებული, როდესაც CSKOM მოულოდნელად დაახლოებით 1.5 მილიონამდე უბეჭდო ბიულეტენი გამოაცხადა ვარგისად. და ქემალ ქილიშდაროღლუმ გამოაცხადა, სწორედ რომ ამას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ და შემდეგ აღარც ხსენებია. არადა ამ რეფერენდუმზე სხვაობა იყო ძალიან მცირე და სწორედ ამ ბიულეტენებმა გადაწყვეტეს რეფერენდუმის ბედი, რომელშიც დიდი ალბათობით შედეგი არა იყო. მაგრამ ქილიშდაროღლუმ მაინც მოახერხა ამის შემდეგ პოლიტიკური კარიერის გაგრძელება. რა მაინტერესებს ამ სახალხო რესპუბლიკურ პარტიაში რამე მექანიზმი ან ჯგუფი არ არსებობდა, ვინც ამას არ პროტესტებდა, ვინც იტყოდა არსებობდა, მაგრამ საქმე არის რაში? თურქეთის პოლიტიკური პარტიების კანონი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ფაქტობრივად დიქტატორულ ძალაუფლებებს ანიჭებს და ისეთ სიტუაცია, რომ მაგალითად უხეშად რომ შევაჯამოთ და გასაგება დავხსნათ თურქეთში პოლიტიკური პარტიის ლიდერს ირჩევენ როგორ? პოლიტიკური პარტიის ლიდერი ნიშნავს დელეგატებს და შემდეგ ეს დელეგატები ირჩევენ პოლიტიკური პარტიის ლიდერს. კი, არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საკუთარი ნებით სხვა ტიპის ლიდერის არჩევნების სისტემა შემოიღეს, იგივე ხალხთა დემოკრატიული პარტიის ხაზი და რეალურად ყველაზე ხშირად ლიდერები სწორედ აქ იცვლებიან, მაგრამ პარტიების უმეტესობაში სწორედ მსგავსი ტიპის დიქტატორული სისტემა არსებობს და საბოლოო ჯამში იმამოღლუმ და ოზელმა სწორედ ამ დელეგატების გადმობირებით, ან ისევ ქემალისვე დანიშნული დელეგატების გადმობირებით შეძლეს მისი დამხობა. ანუ ლიდერის დამხობა არის ძალიან რთული. და ეხლა ბოლოსკენ წავიდეთ ცანზო ბევრი ვისაუბრეთ. შენი აზრი ძალიან მაინტერესებს ეხლა ამ მსჯელობიდან გამომდინარე, შენ არჩევნებს არ ელოდები თურქეთში, იმ გაგებით თუ არჩევნების გზით შეიძლება ერდოღანი დამარცხდეს, ხო? აი როგორ უყურებ შენ უკვე ბევრი ვისაუბრე წარმატებულ და წარუმატებელ საპროტესტო აქციებზე თურქეთში და აი ამ პროცესს როგორ უყურებ ეხლა რაც მიდის, ძალიან შთამბეჭდავი კადრები იყო, როცა ოზელი წვიმაში მოდიოდა საკუთარი პარტიის ოფისიდან გამოძევებული პარლამენტისკენ. აი ამ და ბოლო რამდენიმე დღე კიდე მე მგონი იზმირში იყო ძალიან დიდი აქცია. აი ამ ქუჩის აქციების
ჯერ მასშტაბს ხედავთ თუ ჯერჯერობის დიდია, მაგრამ რამდენად შეიძლება ამ ტიპის პოლიტიკურ სისტემაში და ესეთ ავტოკრატიაში შედეგი მოიტანოს ქუჩის აქციებმა, ეს მინდა გკითხო. დავიწყოთ იქიდან, რომ თურქეთში ოპოზიციას და ქუჩის აქციებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი აბრკოლებს. თურქეთის სახელმწიფო პროპაგანდა აგებულია მთლიანად იმაზე, რომ პოლიცია, ჯარი და ერდოღანი და ასე შემდეგ არიან არა უბრალოდ მოკვდავები და სახელმწიფოს ნაწილები, არამედ რაღაც აბსტრაქტული სახელმწიფოს ნაწილები. საშუალო თურქის გაგებაში დევლეთ, სახელმწიფო არ არის ის რაც ჩვენთანაა, ჩვენთან სიტყვაზე მაგალითად ვხედავთ რომ სახელმწიფო არის, რაც არის ეგ არის, რასაც ვხედავთ ეგ არის. მაგრამ თურქეთში სახელმწიფო ხშირად აღიქმება რაღაც ძალიან აბსტრაქტულ რაღაცად, რომელიც არის წმინდა, მაგრამ ამავდროულად აბსტრაქტული. და ხშირად სჯერათ რომ ერდოღანის მიღმაც და დევლეთ ბაჰჩელის მიღმაც რაღაც აბსტრაქტული სახელმწიფო არსებობს და ყველაფერს ის განკარგავს. ამას აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები და ამას საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერდოღანის ხელისუფლება მას ძალიან ეფექტურად იყენებდა აქამდე. და მე ვფიქრობ, რომ ეს მოძრაობა იქნება თუ არა წარმატებული, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ეს საპროტესტო მოძრაობა ამ აბსტრაქტული ცნების არსებობის მითის დამსხვრევას და ამას რეალურად იმაზე მეტად ნაკლები რამ უნდა, ვიდრე ერთი შეხედვით გქონია. ის რაც ჩვენ ვნახეთ იგივე მაგალითად გასული 2024 წლის ნოემბერში რუსთაველზე, ამას სრულიად ეყოფა ვინაიდან განსხვავებით ჩვენგან თურქეთში, ეს აბსტრაქტული წმინდა სახელმწიფოს მითი იმდენად მსხვერვადია, რომ თუ კი ერთი სერიოზული დაპირისპირება მოხდა და ამან პოლიციის და სპეცრაზმის საკმაო ნაწილი უბრალოდ უკუაქცია, ამას ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური შედეგი მოჰყვება თავად ერდოღანის რეჟიმისაც, რომელიც იმაზე ბევრად მყიფეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ამის შემდეგ უკვე ძალიან რეალისტური იქნება, რომ წავიდეს საქმე თვითონ ელიტების შიგნით ისე, რომ საბოლოო ჯამში მათ ერდოღანი გაწირონ და ერდოღანს სხვა გზა აღარ ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ ჩატაროს არჩევნები, რომელიც ეცოდნება, რომ დამარცხდება, ან მანამდე იმის გამო, რომ ეს დამარცხებულის იმიჯი არ ჰქონდეს, ჩატაროს ვადამდელი არჩევნები და თუნდაც თავისი შვილიან ვინმე სხვა დაყენოს კანდიდატად. რეალურად მე ვფიქრობ, რომ ამ აქციების და ამ საპროტესტო მოძრაობის წარმატება მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, ამ აბსტრაქტულ სახელმწიფოს ცნებას რამდენად დაამსხვრევენ საზოგადოების თვალში და როგორ შეძლებენ ამის ისე დემონსტრირებას და ისე წარმოჩენას, რომ მთელ თურქულ საზოგადოებას მისწვდეს. მე ვფიქრობ, რომ ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალზეა ყველაფერი დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა ამას. თუ შეძლეს და ეს იმაზე იოლია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ერდოღანის შიში ქუჩის აქციების მიმართაც სწორედ ამითია განპირობებული, შემდეგ უკვე ელიტების შიგნითაც დაიწყება სიტუაციის ცვლილება. არ დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად 15 ივლისისა, მიუხედავად გენერლების კოოპტაციისა, მიუხედავად პოლიციაში სერიოზული ერდოღანის მხარდამჭერი პატრონაჟის ჯგუფების ჩანერგვისა, ერდოღანმა საბოლოოდ მაინც ვერ შეძლო განსაკუთრებით დაბალი და საშუალო რანგების ბოლომდე კოოპტაცია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სამხედრო აკადემიაში ერდოღანისტი ოჯახების და ახალი ელიტების შვილები არ სწავლობენ, კომფორტული სადვოკატო ოფისები და კომფორტული სამოქალაქო საჯარო სამსახურის სავარძლები ურჩევნიათ, ხოლო პოლიციაში უფულობის და მსგავსი რაღაცეების გამო ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც სხვა სამუშაო ვერ ნახა და გახდა პოლიციელი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანის ხელისუფლება ძალიან ბევრ რესურსს ხარჯავს ამ დაბალი და საშუალო რანგის ჯარს და პოლიციის ინდოქტრინაციაზე, ისეთ რეალობაში, როდესაც ერდოღანის საკუთარი ისლამისტური იდეოლოგია უკვე ხალხის დიდ ნაწილში გაკოტრებულია, ამ პოლიტიკური ინდოქტრინაციასაც ის შედეგები აღარ აქვს და მიუხედავად მაღალი რანგის ოფიცრების კოოპტაციისა, არანაირი გარანტია იმის, რომ დაბალი და საშუალო რანგი გადამწყვეტ მომენტში ბოლომდე შეაკვდება რეჟიმს არ არსებობს. და აქ ერთ დეტალზე დავასრულებდი. ისეთი ბოლო ფიგურა, რომელიც თვლიდა, რომ ჯარის და პოლიციის კონტროლი მხოლოდ მაღალი რანგის ოფიცრებით შეიძლებოდა, იყო ერდოღანის ერთ-ერთი კუმირი ადნან მენდერესი და მან დაასრულა იმით, რომ მას საშუალო და დაბალი რანგის ოფიცრებმა მოუწყეს გადატრიალება და საბოლოო ჯამში პროცესი მენდერესის ჩამოხრჩობამდე მივიდა. ბოლო კითხვას დაგიშვამ, სანდრო, ესე იგი საქართველოში ხშირია კამათი და დავა, ვინ უნდა გავიდეს არჩევნებზე, ვინ არ უნდა გავიდეს, ბოიკოტი უფრო ეფექტურია თუ არჩევნებზე გასვლა და ხშირად მოვისმენთ, ხშირად მაგალითად მოხავთ თურქეთი, რომ თურქეთის ნაირ სისტემაშიც კითხვა ახერხებს იმამოხლუს და იავაშის ნაირი ხალხი თავისი ამ უზარმაზარი ქალაქების მოგებას.
რატო არ შეიძლება ჩვენ მოვიგოთ ბათუმში და თბილისში? შეიძლება ძალიან რთულ კითხვას, მაგრამ აი რა განსხვავება თურქეთსა და საქართველოს შორის ამ თვალსაზრისით, ეგ მინდა გკითხო. და მეორე მხრივ მართლა მაინტერესებს ეგეთ ავტორიტარიზმში და ეგეთ უთანასწორო პირობებში როგორ იგებს ეგ ხალხი. დავიწყოთ იქიდან, რომ თურქეთში არჩევნები ამ ელექტრონული რაღაცების გარეშე ტარდება. აქედან დავიწყოთ. და შესაბამისად სამართლიან არჩევნებას და ბევრმა სხვა ორგანიზაციამაც პირველ რიგში საკუთარ თავი ღიად უნდა გააკრიტიკონ. მე პირადად ვიყავი სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელი და ტრენინგებზე ამაზე არავის არაფერი არ უთქვამს. შემდეგაც მიუხედავად იმისა, რომ მეც და ბევრი სხვაც ვამბობდით, რომ იგივე რუსეთში და ამ ელექტრონული სისტემებით დაიწყო ძალიან ბევრი რაღაცის манипуляცია, ამაზე კიდევ ცალკე მაგაც ცალკე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლება დღევანდელი მოდური ტერმინით რომ ვთქვათ მიგვაბულინგეს შესაბამისად ყველაფერს თავი გავანებოთ მათს თავიანთი წილვილი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ძალიან კარგად მახსოვს რა ხდებოდა ელექტრონული სისტემის შემოღებამდე. ხოლო რაც შეეხება შემდეგ დეტალს აქ შემდეგი რეალობა გვაქვს. ისეთ სისტემაში როგორც საქართველოშია იდეოლოგიური ობსესიებიდან გამომდინარე, აი ბიზნესი დაგვაბალანსებს, რატომ შევიდეთ, დაგვაფინანსებს, რატომ შევიდეთ პარლამენტში, ბოიკოტი, ეს და მსგავსი ჭირვეულობა რეალურად, უფრო არაფრის კეთების გამართლება, ვიდრე რეალური პოლიტიკური ნაბიჯი, რადგან როდესაც მიდიხარ ბოიკოტზე, უნდა გყავდეს ისეთი იდეოლოგიურად მოტივირებული პარტ-ორგანიზაცია, რომელიც სახალხო პროტესტის ან თუნდაც რევოლუციის ორგანიზებას შეძლებს და შესაბამისად ეს ბოიკოტი გამართლებული გამოვა. მაგრამ რას ვხედავთ? ჩვენთან არაფერი მსგავსი არ არის, ის კი არა თითქმის არც ერთი პარტია არ არის ესეთი, რომელსაც რაღაც მეტნაკლებად რეალური იდეოლოგია ექნება. არც ისეთი ხარიზმატული ლიდერი არ არის, რომელიც თავის ერთ დაძახილზე ხალხს წაიყვანს და წავა და წავა ამბები. არაფერი მსგავსი არის. ასეთ რეალობაში, როდესაც არც ბიზნესი გაფინანსებს და არაფერი შეიძლებოდა ელემენტარული პოლიტიკური პატრონაჟის ქსელით და გარკვეული დაფინანსების წყაროს შექმნის მიზნით პარლამენტში დროებით შესულიყვნენ და მე ამით რაღაც სასტარტო კაპიტალი შექმნათ და ამით რაღაც გამოყენება დაეწყოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეგ შანსიც გაუშვეს და ახალ რეალობაში ეჭვმაქვს, რომ ამის შანსი აღარც ექნებოდა. კი. ხო, მაგრამ აი იმას დავუბრუნდეთ თურქეთს დავუბრუნდეთ. როგორ იგებენ მესმის რომ დემოგრაფიული სურათი განსხვავებული ამ ქალაქებში დანარჩენი თურქეთისგან და მესმის რომ ძლიერი საშუალო კლასია და სახელმწიფოზე არ არის დიდი ნაწილი მოსახლეობის დამოკიდებული და საჯარო. თავად თურქეთი მაგ ქალაქების გარდაც ძალიან შეიცვალა და პლუს ამას თურქეთი თითქმის მთლიანად ურბანიზებულია და ის სასოფლო ზონები, რომლითაც ჯერ ისევ არჩევნებზე რაღაც გავლენის მოხდენა შეუძლიათ, 1-10 წელიწადში საერთოდ აღარ იქნება. შესაბამისად, ეს ერთი მომენტია, მაგრამ რაც შეეხება არჩევნების მოგებას, აქ არ უნდა დაგვაუწყდეს ერთი დეტალი. სანამ ერდოღანი ფიქრობდა, რომ არჩევნებში გამარჯვება შეეძლო, ცდილობდა, რომ მაქსიმალურად ნაკლებად გაეყალბებინა და რეგიონულ არჩევნებში, ქურთულ რეგიონებში გარკვეული გაყალბებების გარდა, ცდილობდა, რომ მაქსიმალურად მორიდებოდა მსგავს რაღაცებს, ვინაიდან იცოდა, რომ ეს მის ქარიზმას ძალიან დააზარალებდა და თუ არ ჩავთვლით 2014 წლის ანკარის არჩევნებში, როდესაც ხმის თulis პროცესში უცებ დენი ჩაქრა საარჩევნო კომისიის შენობაში შესაბამისი მინისტრი შევიდა სპეცრაზმთან ერთად და უცებ აღმოჩნდა რომ მთავრობის კანდიდატმა გაიმარჯვა. ისეთი სერიოზული და ღია გაყალბება რეფერენდუმის თუ არ ჩავთვლით არ ყოფილა. სავარაუდოდ ერდოღანი ახაც ფიქრობდა რომ გაყალბების გარშეც მოახერხებდა გამარჯვებას და თავის ამ გამარჯვებულის იმიჯს და ქარიზმას შეინარჩუნებდა და არასაჭირო რისკი არ აიღო, მაგრამ აღმოჩნდა რომ უკვე ეს აღარ შეეძლო და ჯინი ბოთლიდან ამოვიდა. მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი იმან გამოიწვია რომ ერდოღანი უბრალოდ მოუმზადებლად დაიჭირა ოპოზიციამ. და აი ამ ყველაფრის ფონზე მაშინ შენი შეფასება რა არის? უნდა გადიოდეს თუ არა საქართველოში ოპოზიცია ესეთ არჩევნებზე როგორც ჩვენთან ტარდება და რა შეუძლიათ ისწავლონ თურქეთისგან მათ? დავიწყოთ იქიდან რომ თურქეთში როგორც ასეთი ოპოზიცია როგორც წესი არჩევნებში ყოველთვის მონაწილეობდა თუნდაც იმის გამო რომ ეს ფინანსური რესურსი შეენარჩუნებინა. შესაბამისად რადგანაც არანაირი ეროვნული ბიზნესი რომლისგანაც ზოგიერთ Facebook ჯგუფში დაფინანსებას ელოდებიან ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. მე ვფიქრობ რომ
თუნდაც ერთ არჩევნებში თუნდაც დაფინანსების მისაღებად ოპოზიციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს და შემდეგ უკვე ფულის გამოყენებით, რასაც გააკეთებს, გააკეთოს. თუ სხვანაირად ფულს ვერ შეულობენ, და საკუთარ თავს ისუსტებენ, ეგრე კი, ერთხელ ამ მაკიაველისტური ნაბიჯის გადადგმა უნდათ არ უნდათ მოუწევთ, ვინაიდან იმ დინამიკაში, რომელიც ჩვენ გვაქვს და იმ ქართული ბიზნესის იმ თავისებურებებში, რომლებიც სახეზეა, ეს ოპოზიცია ბიზნესისგან ვერაფერს ვერ მიიღებს და ვინაიდან არც ოპოზიციურად განწყობილი ბიზნეს ექვივალენტი არ ჩანს ახლო-მახლო შესაბამისად, სხვა გზა არ აქვს დაფინანსებისა და გარკვეული პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის მიზნით, ერთხელ მაინც თუნდაც დაფინანსების მიღების მიზნით ეს უნდა გააკეთოს. სხვა თემაა, რომ თუ კი ამ დაფინანსებას რომელიმე ოპოზიციური პარტია კარგად გამოიყენებს, მერე შესაძლოა ოცნებამ კიდევ ახალი კანონები მიიღოს, მაგრამ ხვალისაზე ხვალ ვიფიქროთ. სანდრო, ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი. ჩვენი პოდკასტის უკანა ტერიტორიას ეს ეპიზოდი დასრულებულია. მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს, რომ გამოიწერონ ჩვენი პლატფორმა YouTube-ზე, Spotify-ზე და ყველა სხვა სოციალურ ქსელში და შევხვდებით შემდეგ კვირაში. მადლობა. მადლობთ.